იმედის კვირა განაგრძობს პირდაპირ ეთერს. ვაიმე, ცა ჩამოიქცა. შეიძლება მდინარემ წაგვიღოს. აქ ვართ ჩარჩენილები, მოვწყდით სამყაროს. ახლა ივლიტამ გაიხედა გარეთ და ხე წაიღო წყალმა. ეს მარიამ ქუთელიას ბოლო სიტყვებია. სტიქიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდები გუშინ დაკრძალეს. 24 წლის მარიამ ქუთელია ზუგდიდში. ის სტიქიის ღამეს მეგობარ ივლიტა ჯიბუტთან ერთად იმყოფებოდა. გუშინ ასევე დები ინდირა და ლიზა ზარანდიები ხობში დაკრძალეს. ნატალია ქაჯაია მოგვიყვება ახალგაზრდებზე, რომელთა სიცოცხლეც წყალმა წაიღო. გამომიგზავნა რამოდენიმე წამიანი ხმა, რომ აი გესმისო ესეთი წვიმაო. და ნათლად ისმოდა, რომ მართლა ესეთი სერიოზული წვიმა იყო. ნათია გელაშვილი იყო ის მეგობარი, რომელსაც გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მარიამ ქუთელია ვაიბერით ელაპარაკა. მიმოწერა 13 ივნისს 23 საათზე და 36 წუთზე დაიწყეს. შემეკითხა რომ რუსთავშიც ასე წვიმდა თუ არა, მე რა თქმა უნდა უპასუხე რომ არ იყო წვიმა რუსთავში, შემდგომ თვითონ მითხრა რომ ცა ჩამოიქცა. ბოლო შეტყობინება ნათია მარიამისგან 23 საათზე და 56 წუთზე მიიღო ჯგუფელის ივლიტა ჯიბუტის სახლიდან. გოგონები გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. თან ივლიტაც საცხოვრობს რომ განახა, შეიძლება მდინარემ წაგვიღოს, მართლა ოღონდ. აქ ვართ ჩარჩენილები, მოვწყდით სამყაროს, ანუ ყველაფერზე სიცილის, ანუ ვერ წარმოიდგენდა ვერც ის და ვერც მე ვერთ ფრენს თუ გამომიგზავნი. მე უთხარი რომ 15 წუთში იქნებოდა ჩემი ვერტფრენი. მე კითხვა მივატოვეთ, იმიტომ რომ ერთმანეთის აღარ გვესმისო. ხმა ჩამიწყდაო, ახლა ივლიტამ გაიხედა გარეთ და ხე წაიღო. შემდეგ მომწერა რომ მომისწრებს ეგ შენი ვერტფრენიო და კი მეთქი, რა ვიციო, მე ვამშვიდებდი რომ ნუ გეშინი არაფერი არ მოხდება თქო. და ბოლო სიტყვები ეს იყო რომ ჩემს ქონება შენ გიტოვებ. მე Facebook-ზე დაუპოსტე რომ რას მიტოვებ მეთქი ხუმრობდით და პასუხები ესეთი იყო ჩემს შედევრებს ახლა კი არ აქვს ფასი, მაგრამ ხვალიდან ექნება. გენიოსებს სიცოცხლეში არაფასებენ. ხო კიდევ 6 წლის მანძილზე დაგროვილ ქსეროქსებს. ნათიამ და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სხვა სტუდენტებმა 14 ივნისს დილიდან დაიწყეს ჯგუფელების ძებნა. ბიჭები სტიქიის ზონაში წავიდნენ, გოგონები ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ პოლიციაში. დაკარგულების ცოცხლად პოვნის იმედი ბოლო წუთამდე არ დაუკარგავთ. მარიამ ქუთელია 24 წლის იყო. დედამ მარტო გაზარდა. თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ნაქირავებ ბინაში. დასთან ერთად ცხოვრობდა. პროფესიით ეკონომისტი მარიამ ქუთელია 4-ჯერ იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ზაფხულში ერთი კვირით 4 ჯგუფელთან ერთად პრაღაში მიდიოდა. სექტემბრიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის ასისტენტი გახდებოდა. ოცნებობდა რომ კარიერაში წინსვლა ქონოდა და წარმატებული გოგონა ყოფილიყო. ბანკეტი უნდა ყოფილიყო 4 ივლისს. წუწუნებდით რომ დრო არ ქონდა კაბების შესარჩევად, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. მე როგორც გავიგე, აპირებდა წითელი კაბის ჩაცმას. 4 ივლისს 23 წლის გახდებოდა ინდირა ზარანდია. სტიქიის ღამეს ის დასთან, ლიზასთან ერთად დაიღუპა. ლიზა სტომატოლოგია. ყველაზე თბილი და ყველაზე სრულნელი ადამიანი, ვინც კი შემოხვედრია საერთოდ. ლიზა ზარანდია ტრაგედიიდან მეხუთე დღეს ზოოპარკში ერთ-ერთ ვოლიერთან იპოვეს. ცხედარი იმდენად იყო დაზიანებული, რომ ახლობლებს გარდაცვლილის ნახვის საშუალებაც კი არ მიეცათ. დები ზარანდიები გუშინ ხობში დაკრძალეს. ინდირა და ლიზა ნუცუბიძის ქუჩაზე ძმასთან და მშობლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. 13 ივნისს გოგონების სახლიდან დაახლოებით 8 საათზე გამოვიდნენ და ლიზას ინიციატივით მარჯანიშვილზე მეგობრებს შეხვდნენ. ლიზის და დაკარგულს კიდე სერგოს შევხვდით. მოწონდათ ერთმანეთი და ლიზის უნდოდა რომ გაეცნოს ერგო ჩვენთვის, იმიტომ შევხვდით და სახინკლეში ვიყავით მარჯანიშვილზე. ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ინდირა ზარანდიას შეყვარებულის წერილი გავრცელდა. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება, მოკლედ ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის.
და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვაწლმა გაატანა წყალს, ჩემს ინდირასთან ერთად. ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად მოსიარულე გვამი. ირაკლისა და ინდირას სიყვარული 1 წელსა და 3 თვეს გაგრძელდა. ერთმანეთი Facebook-ით შემთხვევით გაიცნეს. საერთოდ არც ვიცოდი თუ დავამატე ისე მაუსი, ახლაც ის მაუსი მაქვს გაფუჭებული და ჭედავს. და Facebook-ზე გამიჭედა და სიბრაზისგან დავარტყი ეს მაუსი და 15 წუთში მომდის რომ დაეთანხმა თქვენს მეგობრს. შასე შევყევი და ანაბარი გავხსენით 3 თვის წინ. ვაგროვებთ ფულს და რისთვის? ქორწილისთვის. როდის გეგმავდით ქორწილს? სუსტად არ მქონდა თარიღი გადაწყვეტილი, მაგრამ გაზაფხულზე უნდა თითო. ვითხარი ხრამე. მე შენზე ვიქრი მახსენებს და შენ ახლა შორს ახალია შორს. ვიდეო რადიო საქართველოს ხმის ოფისშია გადაღებული. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე. რადიოში მუშაობდი. საინფორმაციო წამყვანი იყო და სულ ტელევიზიაზე ოცნებობდა სულ. ვიდეოს ეკშალვა? პროფილი ფრნაზი გამომაჩინა. ირაკლის ინდირასგან დარჩა ბევრი მოგონება, ბევრი ფოტო და ერთი სათამაშო. ეს არის ინდის სათამაშო, მოთხოვნა ზეძინა. და ახლა ეს თხოვრო შეყარ მომისთვის მიმეცა და სანამ აქ არის მანამდე მე მექნება და მე მივცემ. ამ მობილურის მფლობელი, ქეთი, ინახავს წერილს. ვერეს ხეობაში, ჯინსის კაბით დაღუპული 22 წლის გოგოს, ინდირა ზარანდიას წერილს. დახვეწილი და ელეგანტური დიპლომატი იქნები. გამარჯვებას მარტო დღესასწაულებზე იტყვი მე კიდე. ისევ ეგეთი არანორმალური დავრჩები, მარანდიული კეტებით და ჯინსებით.